მოგესალმებით. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ამოუხსნელი საიდუმლო არსებობდა. დიდი სფინქსი არის ქანდაკება, რომელიც მიეკუთვნება სწორედ ასეთ ამოუხსნელ საიდუმლოებათა რიცხვს. ეს უზარმაზარი ადამიანის თავიანი ლომის ქანდაკება მდებარეობს გიზის დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძველ წელთაღრიცხვით 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. დიახ, ის ასეთი ძველია. მისი თავი სავარაუდოდ მეფე ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია. ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო. თავიდან ის სრულყოფილი ქანდაკება იყო. შემდეგ სფინქსი ქვიშით დაიფარა. მერე ცოტა ამოთხარეს და ასე შემდეგ. მივდივართ 1817 წლამდე, იმ დრომდე, როცა პირველი სრულმასშტაბიანი კვლევა დაიწყო. თუმცა ამ კვლევამაც არაჩვენა სრული შედეგი და უამრავი რამ ამოუხსნელი დარჩა. მაგალითად, სფინქსის თავში არის პატარა ხვრელი. დღეს სინამდვილეში არავინ იცის თუ რისთვის არის ის. ერთი მოგზაური მე-16 საუკუნიდან წერდა, რომ როდესაც ამ ხვრელში ჩავიდა და საუბრობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს თვითონ სფინქსი ლაპარაკობდა. ზოგიერთ უძველეს ნახატზე სფინქსი გამოსახულია ოქროს გვირგვინით. და თუ კი ასეთი გვირგვინი რეალურად არსებობდა, მაშინ ეს ხვრელი მისი თავის ცენტრში გვირგვინის დასამაგრებლად იყო გაკეთებული. როგორც არ უნდა ყოფილიყო 1926 წელს ეს ხვრელი ლითონის ლუქით დახურეს. იმავე წელს გასუფთავდა ქვიშისგან სფინქსის დიდი ნაწილი და მის უკანა მხარეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი. გვირაბი კუდის მხარეს იყო. იმდროინდელი არქეოლოგები აღტაცებას ვერ მალავდნენ ამის გამო, მაგრამ მალევე ეს სენსაციაც დაივიწყეს და გვირაბი დაიხურა ქვებით. გავიდა 50 წელი და ადგილობრივმა მომუშავეებმა გახსნეს ეს გვირაბი. მათ ის გაწმინდეს და ხელმეორედ დაიწყეს მისი კვლევა. გვირაბი საკმაოდ უჩვეულო იყო. ჯერ სიღრმეში იყო ამოთხრილი, ხოლო შემდეგ გვერდით. რატომ ჰქონდა გვირაბს ასეთი ფორმა? ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, ის სამარხების მძარცველებმა ამოთხარეს ოქროს პოვნის იმედით. ეს ხალხი ძვირადღირებულ ნივთებს იპარავდა სამარხებიდან და ოქროთი მდიდრდებოდა, ხოლო თუ დაიჭერდნენ, თქვენით მიხვდით, რასაც გაუკეთებდნენ. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით ეს გვირაბი ამოთხარეს სფინქსის გამოსაკვლევად, თუმცა გვირაბის გზა მთავრდებოდა და არსაით მიდიოდა. რატომ იყო მისი გამოკვლევა უაზრო, ან რატომ არ ჰქონდა ამ გვირაბს დაბოლოება? იმიტომ რომ თანამედროვე სკანერების თანახმად ეს გვირაბი არაფრის მომცემი იყო. სფინქსის ქვეშ აღმოჩნდა 5 მეტრის სიღრმეში სიცარიელე, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო აღნიშნულ გვირაბთან. ხოლო სკანერების შედეგად აღმოჩენილი სიცარიელე ერთგვარი მიწისქვეშა გვირაბის მსგავსი იყო, რომელმაც მეცნიერებში ნამდვილი ღელვა გამოიწვია. ყველანი ფიქრა, რომ სფინქსის ქვეშ აღმოჩენილ სიცარიელეს შესაძლოა ყოფილიყო უძველესი არტეფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევების წყალობით ვერაფერი მსგავსი ვერ დაინახეს სფინქსის ქვეშ, ამ სიცარიელეს, რომელიც სფინქსის ქვეშ აღმოჩნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გააჩნდა. ამ სიცარიელესთან ახლოს აღმოჩნდა კიდევ ერთი გვირაბი, რომელზეც მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა ის იყოს უძველესი ეგვიპტური ბიბლიოთეკის ოთახი, რომელიც ძვირადღირებულ ინფორმაციას ინახავდა წარსულის შესახებ. საერთოდ სფინქსი ძალიან უცნაური რამეა. როგორც ამბობენ, ის არ გამოიყურებოდა ყოველთვის ისე, როგორც დღეს ჩვენი თვალია მიჩვეული. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ადრე სფინქსის თავი ლომის მსგავსი იყო და მხოლოდ მოგვიანებით გადაკეთდა ის ადამიანის თავად. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ დიდი სფინქსის ტანი გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე მისი თავი. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ თავი მოგვიანებით გადააკეთეს ან დაამატეს. ამას ადასტურებს კიდევ რამდენიმე ფაქტი. მაგალითად ის, რომ დღევანდელი დიდი სფინქსის თავი საკმაოდ არაპროპორციულია ტანთან შედარებით. მას თუ შევადარებთ ტანს, ძალიან პატარა. აღსანიშნავია უძველესი ჩანაწერები და ნახატები, სადაც ჩანს, რომ ეგვიპტეში ლომი დიდი ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. უნდა ვთქვათ, რომ ეგვიპტეში საკმაოდ პოპულარული იყო ეს საიდუმლო გვირაბები და შესასვლელები და რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, შესაძლებელი ხდება პირამიდების სკანირება. უფრო მეტი ასეთი გვირაბის და საიდუმლო სამალავების არსებობა დასტურდება დროსთან ერთად. მაგალითად ავიღოთ ფარაონ ხეოფსის პირამიდა. თანამედროვე სკანერის დახმარებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძალიან დიდი სიცარიელე პირამიდის ცენტრში. როგორც ვარაუდობენ, მისი მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 26 საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 157 მეტრს აღწევდა, მაგრამ დღეს ის 126 მეტრიღაა შემორჩენილი. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. საბოლოო ჯამში 1 კილომეტრის გავლა საჭირო იმისთვის, რომ მას შემოუარო. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს. ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. საბოლოოდ მასზე დაახლოებით 2.300.000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100.000 მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ 7 საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.
პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების ოთახში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა. აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო, ხოლო მეორე ადიოდა ზემოთ, სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე. შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი და ეს იყო დიდი გალერეა. 2016 წელს მკვლევარებმა თქვეს, რომ იპოვეს სივრცე, რომელიც აქამდე არ აღმოუჩენია არავის. ეს სიცარიელე დაახლოებით 30 მეტრის იყო სიგრძეში. თუ კი ფიქრობთ, რომ უძველესი ცივილიზაციების ცხოვრების კვლევა თანამედროვე დროში საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები განვითარებულია, თქვენ მართალი ხართ. საკმაოდ რთული საკითხია უძველესი ცივილიზაციების ცხოვრების შესწავლა და კვლევა, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სერაპიუმი მემფისში. მემფისი ანტიკური ქალაქია ძველ ეგვიპტეში. ქვემო ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი ნაომის ანეფჰეტჩის დედაქალაქი. მისი ნანგრევები დღეს თანამედროვე ქალაქ ჰელვანის სიახლოვეს მდებარეობს, კაიროს სამხრეთით. ქალაქი ფარაონმა მენესმა დააარსა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხმელთაშუა ზღვის რეგიონების ანტიკურ ისტორიაში. მას ნილოსის დელტაში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ სანოაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდა. მისი ოქროს ხანაში მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი. სერაპიუმი, რომელიც მემფისში აღმოაჩინეს, დიდ ყურადღებას იმსახურებს. ეს არის მიწისქვეშა ნაგებობა, კატაკომბები, რომელშიც დევს 100 ტონიანი ეგრეთ წოდებული სარკოფაგები, დამზადებული გრანიტის ერთი მთლიანი ბლოკებისგან. საკარა ქაიროდან 30 კილომეტრში მდებარეობს. აქ მდებარეობს ჯოსერის საფეხურიანი პირამიდა. 1924 წელს აქ აღმოჩენილი იქნა მიწისქვეშა კატაკომბები, რომლებიც აბისების წმინდა ხარების სამარხებად იქნა მიჩნეული, რადგან აქ აღმოაჩინეს უზარმაზარი ქვის სარკოფაგები. მათი ზომები დაახლოებით ასეთი იყო: სიგრძეში 4 მეტრი, სიგანეში 2 და სიმაღლეში 3 მეტრ-ნახევარი. ეს არა მარტო ადამიანისთვის, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ხარისთვისაც ძალიან დიდია. მთელი ამ წლების განმავლობაში აქ დაახლოებით 64 ხარი დამარხეს. როდესაც წმინდა ცხოველი ხარი კვდებოდა, მისი სხეულის ერთ ნაწილს ჭამდნენ, ხოლო რაც რჩებოდა, ხდებოდა მისი მუმიფიცირება და აღნიშნულ სარკოფაგებში დანაწილება. მემფისში აღმოჩენილი სერაპიუმი იმდენად დიდი და უცნაური იყო, რომ ბევრს გაუჩნდა მოსაზრება, რომ ეს ადგილი არა ხარებისთვის, არამედ გიგანტი ადამიანებისთვის გააკეთეს, რომლებიც ძველ ეგვიპტეში რეალურად არსებობდნენ. ხალხი ამბობდა, რომ შეუძლებელია ასეთი ყურადღება მიექციათ ისეთი არსებისთვის, როგორც იყო ხარი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ხარების წმინდად მიჩნევა არ არის გასაკვირი ეგვიპტელი ხალხისგან. ზოგადად მათთვის ცხოველები განსაკუთრებული არსებები იყვნენ. მაგალითად, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უდიდესი სამარხი, რომელიც კატების მუმიებით იყო სავსე. დიახ, არ მოგესმათ, ასობით მუმიფიცირებული კატა იყო მოთავსებული სამარხში. ეს იყო დაახლოებით 1000 კატის მუმიფიცირებული სხეული, რომლებიც სხვადასხვა სამკაულით იყო მორთული. ამ სამარხებთან ახლოს მდებარეობს ბუბასტიუმი, ტაძარი, რომელიც მიძღვნილია სიკვდილის ღმერთის ანუბისის სახელზე. ის ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბის ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურის მსგავსი ღვთაება მიცვალებულთა შთამთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ანუბისის ტაძრის ქვეშ არსებულ ლაბირინთებიდან ერთ-ერთ გვირაბში დაახლოებით 1 მილიონი მუმიფიცირებული ძაღლის სხეული აღმოაჩინეს. ძველ ეგვიპტეში საკმაოდ გავრცელებული იყო ცხოველების მუმიფიცირება. რეალურად აქ კატაკომბები სავსეა კატების, ძაღლების, მაიმუნების, გველების, ნიანგების და კიდევ სხვა უამრავი ცხოველის მუმიით. გონი ძველი ეგვიპტელები იმდენად დიდ აზარტში იყვნენ, რომ ყველას და ყველაფრის მუმიფიცირებას ახდენდნენ, რასაც კი დაიჭერდნენ. მუმიები საკმაოდ ფასობდა ძველ დროს. გულისხმობთ ცხოველების მუმიებს. რატომ იყო ის ასეთი ძვირი? რადგან ზოგადად მუმიფიცირების პროცესი იყო ხანგრძლივი და ურთულესი. ამიტომაც თანამედროვე დროს უკვე ბევრმა გადაწყვიტა ძველი ეგვიპტური მუმიების გაყალბება და გაყიდვა. რა პროცესებს გადიოდა სხეული მუმიფიცირებამდე? პირველ რიგში ხდებოდა ტვინის მასის ამოღება თავის ქალიდან. ეს საკმაოდ საშინელი მეთოდით ხდებოდა. სპეციალური ხელსაწყოთი გვამს ცხვირის ღრუდან აცილდნენ ტვინს. შემდეგ ასუფთავებდნენ სხეულს. ცხედარის გაწმენდის შემდეგ მას უკვე სპეციალურ აუზში ათავსებდნენ, სადაც ასევე სპეციალური ხსნარი იყო. მთელი 70 დღის განმავლობაში ის იქ უნდა დარჩენილიყო, რათა ცხედარი დამბალიყო და მასში არსებული ყველა ბაქტერია მოკვდარიყო. დალბობის პროცესში ცხედარს ხსნარს რამდენჯერმე უცვლობდნენ. შემდეგ მიცვალებულს გულმოდგინედ ასუფთავებდნენ და თვეზე მეტი ხნით დებდნენ მარილის ხსნარში. ამის შემდეგ აშრობდნენ 70 დღის განმავლობაში. მამაკაცებს თმებს მოკლედ აჭირდნენ, ქალებს კი ისევ უტოვებდნენ თმას.
შემდეგ სიცარიელას ავსებდნენ ქვიშით, მატყლით, ნახერხით ან თიხით. ამ ყველაფერს კი უმატებდნენ სხვადასხვა სურნელოვან ფისსა და ხავსს. ამის შემდეგ კი იწყებოდა მუმიისთვის სახუების შემოხვევის ხანგრძლივი პროცესი. დროთა განმავლობაში ეს სახუები ისე იჟღინთებოდა ფისით, რომ მეცნიერები აღმოჩენის შემთხვევაში ძლივს ახერხებდნენ მათ დაუზიანებლად მოხსნას. მიცვალებულებს დებდნენ ხის კუბოში ან ქვის სარკოფაგში, რომელსაც უმთავრესად ადამიანის სხეულის ფორმას აძლევდნენ. როგორც ირკვევა, ეგვიპტეში ზოგიერთ ცხოველს ან ფრინველს სპეციალურად მუმიფიცირებისთვის ამრავლებდნენ. ძველ ეგვიპტურ სამარხებში ასევე ვაწყდებით არანაკლებ საინტერესო აღმოჩენას, მაგალითად ისეთს როგორიცაა მეტეორიტი. მაგალითად 1921 წელს კაიროსთან ახლოს აღმოაჩინეს სამარხი, სადაც ასეთი რამდენიმე მეტეორის ნატეხი იყო მოთავსებული. მეტეორები დაახლოებით 5000 წლის წინ აღმოჩნდნენ დედამიწაზე. იცით რატომ იყო ეს მეტალის ნაწილაკები ასეთი საინტერესო? როგორც აღმოჩნდა, მათ ძველ ეგვიპტეში სამჭედლო საქმიანობაში იყენებდნენ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მთელი მსოფლიო დაიწყებდა ლითონის გამოყენებას. მეტეორის ქვები რკინა ნარევი იყო და ეგვიპტელებს ძალიან მოსწონდათ, ამიტომაც მათ სხვადასხვა სამკაულებში იყენებდნენ. უამრავი აღმოჩენა ადასტურებს იმას, რომ ძველ ეგვიპტეში ლითონს მეტეორის ქვებისგან მოიპოვებდნენ და ამას ადასტურებს ხანჯალი, რომელიც ფარაონ ტუტანხამონს მიეკუთვნებოდა. ციდან ჩამოვარდნილი ლითონი, რა თქმა უნდა, მათთვის ძვირფასი იყო. წყაროების ცნობით, ძველი წელთა რიცხვით 500 წლამდე ძველ ეგვიპტეში სამჭედლო საქმიანობა არც ისე გავრცელებული და განვითარებული იყო. შედეგად ისინი არ გამოირჩეოდნენ ძლიერი იარაღების შექმნით, რასაც ვერ ვიტყვით ოქროზე და სამკაულებზე. იმ დროს განსაკუთრებით ადვილად მოიპოვებდნენ სპილენძს ან ოქროს და ამუშავებდნენ მათ. რაც შეეხება რკინას, ეს საკმაოდ რთული საქმე იყო და ეგვიპტელებმა ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყოველივე. წარმოიდგინეთ, რკინის იარაღის დასამზადებლად რამდენი პროცედურის გავლა იყო საჭირო. მიწიდან შესაბამისი ქანების მოპოვება, გამოჭედვა, წრთობა და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს შესაბამისი იარაღები სჭირდებოდა. ამიტომაც ფარაონ ტუტანხამონის დროს ქვეყანაში სპილენძი და ოქრო უფრო მეტი იყო ვიდრე რკინა. მაგრამ სამარხში აღმოჩენილმა ხანჯალმა მეცნიერებს მთელი წარმოდგენები შეუცვალა იმ დროზე. ანალიზმა აჩვენა, რომ ხანჯლის უმეტესი ნაწილი შედგებოდა მეტეორის ქვისგან მოპოვებული ლითონებით და არა ნიადაგიდან ამოღებული რკინით. რა თქმა უნდა, ფარაონისთვის სასურველი იქნებოდა იარაღი, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ლითონისგან იყო გაკეთებული. რადგანაც ჩვენ ფარაონ ტუტანხამონზე ვსაუბრობთ, მის შესახებაც უნდა ვახსენოთ რამდენიმე ფაქტი. მისი სამარხი 1920 წელს აღმოაჩინეს. ის რეალურად ხელშეუხებელი იყო და არავის გაუძარცვავს. სწორედ ამიტომ ის სავსე იყო უძვირფასესი ნივთებით. მისი სამარხის აღმოჩენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ აღმოჩენად არქეოლოგიის ისტორიაში. ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ ტუტანხამონი მხოლოდ ეგვიპტის უმნიშვნელო მეფეა, რომელმაც არ დატოვა შესამჩნევი კვალი ისტორიაში, თუმცა არქეოლოგიის მეცნიერებისთვის ეს ფარაონი არის აბსოლუტურად ფასდაუდებელი ფიგურა, რომელმაც თავისი საკულტო სტატუსი შეიძინა 1922 წლის შემოდგომას. სიცოცხლის განმავლობაში იგი არ იყო ცნობილი თავისი გრანდიოზული მიღწევებით, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ის მართლაც დიდებული გახდა. 6 წლის განმავლობაში ინგლისელი არქეოლოგი ჰოვარდ კარტერი არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა მეფეთა ველზე. ამ ხნის განმავლობაში მოშორებით ბინაში ცხოვრობდა და მის ერთფეროვან სამუშაო გრაფიკს იადონი ავსებდა, რომელიც ადგილობრივებმა აჩუქეს და ყოველთვის უმეორებდნენ, რომ ის სამარხის აღმოჩენაში დაეხმარებოდა. როდესაც ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა და სამუშაოების დასრულებისთვის ემზადებოდა, სწორედ მაშინ აღმოაჩინა აკლდამაში ჩასასვლელი კიბე. ამ სიტყვებით აღწერს პროფესორი კარტერი იმ პირველ წუთებს. აკლდამაში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და თავი მაშინვე დაუპატიჟებელ სტუმრებად ვიგრძენით. როდესაც დალუქული კარი გაიღო, თავიდან ვერაფერი დავინახე. ცხელი ჰაერის ნაკადები გამოვარდა და ჩვენი სანთლები ჩაქრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სქელი ნისლი გაიფანტა და სიბნელეს მიჩვეულ თვალებს უდიდესი სანახაობა გაუჩნდა. ადამიანებისა და უცნაური ცხოველების ქანდაკებები, კედლებზე ჩამოკიდებული საინტერესო საგნები და ოქროს ბრწყინვალება, რომელთაც ფაქტობრივად ყველაფერი იყო მორთული. განსაკუთრებით უჩვეულო იყო მოვლენები, რაც მოხდა სამარხის აღმოჩენის და მისი გახსნის შემდეგ. იმ პერიოდში და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები ცნობილია სახელით ფარაონ ტუტანხამონის წყევლა. საქმე იმაშია, რომ პროექტზე მომუშავე ადამიანები, თითქმის ყველა, მთავარი არქეოლოგი თუ დამხმარე, უცნაური სიმპტომებით გარდაიცვალა. სარკოფაგის გახსნისა და მუმიის კაიროს მუზეუმში გადაგზავნის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა არქეოლოგი არტურ მეისი, რომელიც გათხრებზე კარტერის მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მან მოხსნა დალუქულ აკლდამას სამეფო ბეჭედი. ზუსტად მეისის გარდაცვალების დღეს კაიროს მუზეუმის ლაბორატორიაში დაიწყეს ტუტანხამონის მუმიის სახუებისგან გათავისუფლება. კერძზე ამულეტი ნახეს, რომელზეც იეროგლიფებით მსგავსი წარწერა ჰქონდა. წყევლა და უბედურება დაატყდება მას, ვინც დაარღვევს ჩემი პატრონის სიმშვიდეს. ამ გაფრთხილების შემდეგ სიკვდილს სიკვდილი მოსდევდა.
გაზეთები იტყობინებოდნენ მე-10, მე-13, მე-20 მსხვერპლის შესახებ. მათი თქმით, საუკუნეების სიღრმიდან ამოსული ბოროტება აგრძელებდა თავის საქმეს. მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ დაადგინა, რა არის ტუტანხამონის საფლავის საიდუმლოება. როგორც ზოგი ფიქრობს, წყევლა ეს იგივე ბაქტერია, რომელიც სარკოფაგზე იყო და მან გამოიწვია უცნაური აღსასრული უამრავი ადამიანისა. თითქოს და ბაქტერიამ ან ვირუსმა მოკლა ყველა, ვინც სამარხ შეეხო, თუმცა ეს ყოველივე დაუდასტურებელი ფაქტებია. როგორც ცნობილია, ფარაონ ტუტანხამონი ძალიან ადრეულ ასაკში, 19 წლისა გარდაიცვალა. ტუტანხამონი ძველი წელთა ერთხმით დაახლოებით 1305 წელს დაიბადა და ეგვიპტეს 10 წლის განმავლობაში მართავდა. მიუხედავად ამისა, მისი საფლავი ჯერ არნახული სიმდიდრით იყო შემკული. ბოლო პერიოდში რენტგენული სხივებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით და დნმ-ის ტესტირებით დადგინდა, რომ ტუტანხამონს მალარია და სხვა სამედიცინო მდგომარეობები ჰქონდა, მაგალითად სასის ნაპრალი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოიტეხა ფეხიც. ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილი სამხედრო ეტლი, რომელიც ფარაონს მიეკუთვნებოდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მათი ბორბლები ისე იყო გაკეთებული, რომ ეგვიპტის უსწორმასწორო მიწაზეც კი იდეალურად და მსუბუქად გადაადგილდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტეში მთელი წარმოება არსებობდა ასეთი ეტლებისა. აქ ერთგვარი ქარხანა მუშაობდა, სადაც ცალკე იწყებოდა ეტლის ნაწილები და საბოლოოდ ასეთი იმ დროისთვის იდეალური სამხედრო იარაღი იქმნებოდა. სამხედრო ეტლი ეგვიპტეში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ იარაღად იყო მიჩნეული. კიდევ რისი გაკეთება შეეძლოთ ძველ ეგვიპტეში? პროთეზების. და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კარგადაც გამოსდიოდათ ეს საქმე. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფეხის თითის პროთეზი, რომელიც საკმაოდ რთული აგებულებისა იყო. პროთეზი ქალის მუმიას ეკეთა ფეხზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაზე ძველი პროთეზია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ქალი დაახლოებით 55 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. კვლევების თანახმად ის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო. მას ახალგაზრდობაში მძიმე დაავადება ჰქონდა კიდურზე, რის გამოც ფეხის დიდი თითის ამპუტაცია გახდა საჭირო. მას აწუხებდა ის ფაქტი, რომ არ ჰქონდა თითი და ეს არ იყო ლამაზი სანახაობა. ამიტომაც იმდროინდელ სპეციალისტებს დაამზადებინათ თითის ფორმის პროთეზი, რომელიც ხისგან და ნატურალური ტყავისგან იყო დამზადებული. კვლევის თანახმად პროთეზი რამდენჯერმე გადააკეთეს იმისთვის, რომ იდეალურად მორგებოდა ფეხზე მის მფლობელს. ზოგადად, ძველ ეგვიპტეში კარგად ერკვეოდნენ მედიცინაში. ძველი ეგვიპტური მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იყო იმ პერიოდში მცხოვრებ ერებში. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ეგვიპტელებს გაძლიერებული ინტერესი ჰქონდათ მედიცინისადმი. ავადმყოფობისადმი მიზანმიმართული და მეცნიერული მიდგომები. ამლების მომზადების საკმაოდ რთული ტექნიკა. ეს ყოველივე განსვიფრებას იწვევს არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებაში, არამედ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებშიც კი. ტაძრებში შემორჩენილი ძველი გამოსახულებები თუ იმსჯელებ, ეგვიპტელ ქირურგებს შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია, ქილებით მკურნალობა და ასე შემდეგ. გათხრების დროს ნაპოვნი მოსაწვავი ხელსაწყოები კი იმაზე მიუთითებს, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ქირურგები სისხლდენას ამ მოწვით აჩერებდნენ. ძველ ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული სტომატოლოგიაც. ასეთი დასკვნის საფუძველს არაერთი მუმიის კბილებზე შემორჩენილი ბჟენები იძლევა. უძველესი წიგნები მოწმობენ, რომ ძველ ეგვიპტეში საავადმყოფოების გარდა სპეციალური სამშობიარო სახლებიც არსებობდა, რომლებშიც მშობიაროებს ეხმარებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოცდილებებია ქალის სახლში გამოძახებაც შეიძლებოდა. თუმცა ასეთი ტიპის მომსახურება ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის იყო შესაძლებელი. აი ასეთი საინტერესო ცხოვრება იყო ძველ ეგვიპტეში. უცნაური, განვითარებული და საიდუმლოებებით სავსე. თუ კი რაიმე ახალი გაიგე ამ ვიდეოდან, მაშინ აუცილებლად გაუზიარე ის შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ ახალი ვიდეო ჩვენთან. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.